როგორია თორნიკე შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა? საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის ჯგუფის მასპინძელ კვიპროსში ემზადება. გუნდს ლიმასოლში შეუერთდა კაპიტანი თორნიკე შენგელია. თორნიკეს გულის არითმიის გამო 9 აგვისტოს მოუწია ნაკრების დატოვება და ბარსელონაში გაემგზავრა, სადაც თავის გუნდის წარმომადგენლების მეთვალყურეობით გამოკვლევები ჩაუტარდა და შესაძლებლობა მიეცა ნაკრებს დაბრუნებოდა. თორნიკე შენგელიამ გუშინ ნაკრებთან ერთად ივარჯიშა, თუმცა ძირითადად ინდივიდუალური პროგრამით. ესპანური გამოცემა მარკა შენგელიასთან დაკავშირებით წერს, რომ ჩატარებული სამედიცინო კვლევების შემდეგ, ექიმების რეკომენდაციით, თორნიკემ ესპანეთისა და იტალიის წინააღმდეგ თამაშზე უარი უნდა თქვას, მაგრამ თავად ნებისმიერ ფასად სურს მოედანზე გასვლა. გამოტოვებს თუ არა საქართველოს ნაკრების კაპიტანი აღნიშნულ მატჩებს, ჯერჯერობით უცნობია, როგორც La Gazzetta ჯერთვის გახდა ცნობილი, ქართველის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. საქართველოს ნაკრების სამედიცინო გუნდი განცხადებას დღეს გააკეთებს. საქართველოს ნაკრებს დღეს ლიმასოლში საათნახევრიანი ვარჯიში აქვს. ევრობასკეტი 2025 4 ქვეყანაში, ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში გაიმართება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით შეიკრიბება და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება. საქართველოს ნაკრები კვიპროსში მასპინძელ ნაკრებთან, იტალიასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ერთად იასპარეზებს. ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 28 აგვისტოს 16:00 საათზე ესპანეთთან გამართავს.